ესე იგი, აქ სამი ჭურჭელი გვაქვს. პირველში არის 40%-იანი ხსნარი. 40% სპირტია რა მოკლედ. პირველ ჩავწეროთ ესე აი მოცემულობა მოკლედ. პირველში ეს არის 40%. აქედან ვიღებთ 20 ლიტრს, ხო? 20 ლიტრი. 20 ლიტრიდან 40% არის, 20-ის 40% არის, 20 უნდა განვრავლო 40-ზე. და გაყო 100. 8 ლიტრი გამოდის, ხო ეს შეგვეცო ესენი. ნოლები. გამოდის 4-ჯერ 2 არის 8 ლიტრი. 8 ליטრია პირველი ხსნარი და ხსნარში სპირტი, 20 ლიტრიდან. 8 ლიტრი სპირტია. მეორედან გვაქვს 30%-იანი ხსნარია, 30%-იანი და ავიღეს ამ ცარიელ ჭურჭელში ჩაასხეს 40 ლიტრი, ხო? ანუ 40 ლიტრი ჩაასხეს და ამ 40-დან სპირტის რაოდენობა არის, ესე იგი 40 უნდა გაამრავლო 30-ზე, 30%-იანია, ხო, 30-ზე და გაყო 100. 12 ლიტრი გამოდის, ხო, სპირტი. 12 ლიტრი, აი ესე. და მესამე ჭურჭელში არის 20%-იანი ხსნარი. 20%-იანი. და რაოდენობა რამდენია იღეს არ ვიცით. X-ია ეს რაოდენობა. და პროცენტი რა არის ახლა? X-ის 20% რა არის? X-ი 20 უნდა გამრავლოთ 100-ზე გაყო რა. X-ი გავამრავლოთ 20-ზე და გავყოთ 100-ზე. 100 რაღაც გამოვაყურე. 20 და 2 მე-10-დი, ხო? 0.2. 10 წელადად ჩავწერო ჯობია. 0.2x-ი, აი ამდენი არის 0.2x-ი ლიტრი არის სპირტი აქ, ხო, აი ეს. კარგი, ეხლა შეგვიძლია გამტოლება შევადგენოთ. აი ამათი ჯამი 800 მივუმატოთ 12 მივუმატოთ 0.2x-ი, აი 800 მივუმატოთ 12. ეს არის სპირტის რაოდენობა, ხო? იმ ცარიელ ჭურჭელში რომ დააჩაასხეს იქ ხსნარები, ხო? იმ ხსნარში სპირტი აი შემცველობა აი ამდენია. ეს უნდა გავყოთ. თლიანად რამდენი არის? რამდენი ლიტრი გამოვა? 20 უნდა მივუმატო 40 და მივუმატო x ლიტრი ჩაასხეს, ხო არ ვიცით x. და აი სპირტის შემცველობა თლიანად ხსნარის რაოდენობაზე რომ გაყო, ეს არის სწორედ ის პროცენტი, რა პროცენტიანი ხსნარის გამოვიდა. ანუ 28%, ანუ 28 მიასედი პროცენტს ეს ერთ. ეს რაღაც. ეს არის განტოლება. ეხლა ეს განტოლება შეგვიძლია ჩვენ გავამარტივოთ. აი 812 მივუმატო აქ არის 20. 20 მივუმატოთ 0.2x-ი. ხო? და აი აქ ქვემოთ არის რომ 60 უნდა მივუმატო x-ი, ხო? და ეს არის 28-ზე რო გაყო არის 7 და 100-ზე გაყო არის 25. აი 7-25. და ეხლა უკვე მივიღეთ პროპორცია და ამას ვამრავლებთ. კიდური წევრების ნამრავლი, ანუ ეს აი აქ დავწერთ კარგით 20 მივუმატოთ 0.2x-ი. გამრავლებული 7-ზე. ტოლი არის შუაწ 7-ზე კი არა, ბოდიში, გამრავლებული 25-ზე. კიდური წევრების ნამრავლი ეს არის. აი ჯვარედინათ, აი ზედა აქ პირველის მრიცხველი და მეორის ნიშნული უნდა გავამრავლო ერთმანეთს. გამრავლოთ 25-ზე. ეს ტოლი არის 7 უნდა გავამრავლოთ აი 60 + x-ზე. + x-ზე. ამის შემდეგ გავხსნით ფრჩხილებს და უკვე 25-ჯერ 20 არის ესე 500 მივუმატოთ 25-ჯერ 0.2 არის 5x-ი, ხო? უდრის 420 და +7x-ი, +7x-ი. ეხლა ეს 5x-ი მოდი აქეთკენ გადავიტანოთ, მინუსით გადავა. აი აქეთ დავწერ, კარგი. 7x - 5x-ი, აი ესე. ხო და ეს 500 ჩვენ დავტოვოთ თავის ადგილზე და უკან გადმოვა აქეთ 480. და გამოვიდა რომ ესე იგი 2x-ი უდრის 500 რომ 480 გამოვგო არის 20. ხო. ბოდიში 480 კი არა, 420 უნდა გამოვაკლოთ 500, 420. 500 უნდა გამოვაკლოთ 420 და 420 გამოვაკლო არის 80. ესე იგი და x-ი ნახე რამდენი გამოდის, x-ი არის 80 უნდა გაყო 2-ზე.
40 ლიტრი გამოდის ეს ექსი. ესე იგი 40 ლიტრი მესამე ჯგუფიდან 40 ლიტრი სითხე გადმოასხეს. ეგ არის პასუხი ამისი, რა ამას გეკითხებოდა, ხო? ასე. პასუხი არის x უდრის 40 litrს. აი ეს. შეგვიძლია შევამოწმოთ კიდეც, ხო? შეგვიძლია როგორ შევამოწმოთ, რომ პირველიდან ესე იგი პირველში 20 ლიტრა იყო, 40 ლიტრა და 40, სულ გამოდის 40, 40 და 20 არის 100 ლიტრი. ესე იგი 100 ლიტრი ჩაუსხიათ, 100 ქვემოთ უნდა გავაკეთოთ და რამდენი ლიტრი სპირტი გამოვიდა? 8 და 12 ხო 20 არის. 20 და 40-ის 0,2, 40 0-ზე გამრავლ არის 8. 20 მემატოთ 8 არის 28. 28 მიასედი, ანუ 28%-იანი არის, ხო, ხსნარი. 28 მიასედი 28%-ია. აი, მივიღეთ ეს პროცენტი, რაც იყო მოცემული 28%-იანი სპირტის ხსნარი. ამიტომ დამოცანა ეს პასუხი არის სწორი.